ტაილანდი გამორჩეულია თავისი კულტურით და ულამაზესი ბუნებით, მაგრამ ის ასევე ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით, გართობით, კლუბებითა და საოცარი სანაპიროებით. წინა ორ ვიდეოში უკვე დავათვალიერეთ ბანგკოკი და ქვეყნის ჩრდილოეთი. ამ ვიდეოში კი გავემგზავრებით ტაილანდის სამხრეთით, სადაც დავათვალიერებ ყველაზე ცნობილ სანაპიროებს. ნახავ როგორი ღამის ცხოვრებაა და გართობაა სხვადასხვა სანაპიროებზე. ასევე პირველად ჩავყვინთავ 12 მეტრის სიღრმეზე, რათა წყალქვეშა ტაილანდის დაგათვალიერებინოთ და რა თქმა უნდა დავაგემოვნებ უამრავ უცნაურ და საინტერესო ტაილანდურ საკვებს. მოგესალმებით მეგობრებო, ესეც ჩვენი ტაილანდში მოგზაურობის მესამე ნაწილი და ამჯერად დაგიბრუნდით ჩიანგმაის საერთაშორისო აეროპორტიდან და ეხლა მექნება ფრენა ბანგკოკისკენ და ბანგკოკიდან უკვე გადავფრინდებით ფუკეტში და დარჩენილ ერთ კვირას გავატარებ ტაილანდის ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ ადგილებში. ვისაც არ გინახავთ ტაილანდში მოგზაურობის წინა ორი ვიდეო, გადადით უყურეთ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. მოკლედ წინ კიდე ბევრი საინტერესო რაღაცები გველოდება, ასე რომ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ მოგზაურობაზე და იმედია ეს ვიდეოც საინტერესო გამოვა. რა თქმა უნდა, ამ მოგზაურობაშიც ჩემთან ერთად იქნება ჩემი უერთგულესი კომპანია ლაგი და ასევე ფანგილაინის 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი სოკოები. ვიდეოს დასაწყისი რო ჩავწერე, იმის მერე გავიდა 4 საათი. ფრენა გადაიდო ორჯერ, გეითი შეიცვალა, რა ვიცი, სამჯერ მოკლედ აი საგიჟეთი ხდება რა. და ძლივს გამოვედი ეხლა და რა ვიცი, იმედია მეორე ფრენას ჩავუსწრებ ბანგკოკში. რა ვაკეთო მეთქი ბანგკოკის აეროპორტში მაგას ვფიქრობდი და რა ვიცი, მე მგონი ისე მომიწევს, რომ სირბილით უნდა წავიდე მეორე ფრენაზე. ჩამოვფრინდი ბანგკოკში. დაახლოებით 3 საათში მაქვს მეორე ფრენა, ასე რომ გარეთ გასვლას ვერ მოვასწრებ და მოკლედ ვეცდები ეხლა რომ მალე გავიარო ეს პროცედურები და მალე გადავფრინდე და მოკლედ ფუკეთიდან დაგიბრუნდებით. ჩამოვედი მეგობრებო, დღეს დილით ტაილანდის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში ვიყავი და ეხლა ყველაზე სამხრეთით ვარ. ფუკეტშიც ჩამოვედი მოკლედ და ეხლა მთავარი დავალება არის რომ ჩავიდე როგორმე იმ სანაპიროზე, სადაც გავჩერდი, მოგიყვებით ყველაფერს, მაგრამ ტაქსი უნდა მოვძებნო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ დღეს ავტობუსები აღარ დადის უკვე და ტაქსით უნდა წავიდე და დამიჯდება ალბათ სადღაც $15-20. მოვედი სასტუმროში და ესეთ ყუთში დამახვედრეს ჩემი გასაღები. ეხლა კიდევ ნახოთ როგორი ოთახი გვერგო დღეს. ჩვენი არის 202. აი ესე გამოიყურება. სააბაზანოც ნახოთ. სისუფთავე არის. და ამ ნომერში გადავიხადე ორ ღამეში $110. ეს იყო ყველაზე იაფი ჰოსტელების მერე რა. ხო და ჰოსტელში დარჩენა არ მინდოდა, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ქაოსური ქალაქია. ეხლა მთელი გზა რომ მოვდიოდი, ისეთ სიგიჟეებია, მოკლედ ეს არის ყველაზე ისეთი აქტიური და ვისაც აი ღამის ცხოვრება უყვარს, ისეთი ქალაქია და მოკლედ არ ვიცი დღეს თუ გავალ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე ამდენი გადაფრენით. სავარაუდოდ ეხლა დავიძინებ, დავისვენებ და ხვალ დილიდან დავათვალიეროთ ეს ქალაქი და მე ღამის ცხოვრებაც გადავიღოთ და ყველაფერი მოკლედ კარგად დაგათვალიერებინებთ ამ ქალაქს. დილა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ლამაზი ფუკეთიდან. ჩემი სასტუმრო არის აი ამ ქუჩაზე, ჩემს უკან და ზუსტად, რა ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 50 მეტრში თუ 100 მეტრში არის აი ესეთი ლამაზი სანაპირო. როგორც უკვე იცით, ეხლა ვარ პატონგზე. გუშინ არსად აღარ გამოვსულ ვარ, ძალიან დაღლილი ვიყავი და ეგრევე დამეძინა გავითიშე, მაგრამ აი ახლა ვარ ასეთ ლამაზ სანაპიროზე და ნახოთ როგორი წყალი არის. ჯერჯერობით ბევრი ხალხიც არ არის, მაგიტომაც მინდოდა ცოტა ადრე გამოსვლა და ესეთი სანაპიროა. აი აქეთ ფასიანი სანაპიროა, როგორც ჩანს, თავისი შეზლონგებიც აქვს, ხოლგებიც და აქეთაც
ფასიანი სანაპირო არის და შემოსაზღვრულიც არის თავისი სანაპირო. ეს სანაპირო არის უფრო ახალგაზრდული, სადაც უფრო მეტი ღამის ცხოვრება არის, უფრო მეტი კლუბები არის და მოკლედ უფრო მეტი ისეთი აქტიური გართობა და დასვენება, ვისაც უყვარს, მათთვის არის პატონგი. მაგრამ აქვე არის ბევრი სხვა სანაპირო ასევე, სადაც ბევრად უფრო მშვიდი და წყნარი დასვენება შეგიძლიათ. პატონგი ფუკეთის ყველაზე ცნობილი და ყველაზე ცოცხალი სანაპიროა. აქ თითქმის არასდროს არის მშვიდი გარემო. დღეს სანაპიროზე იწყება, საღამოს კი ქალაქი მთლიანად ერთ დიდ გასართობ ზონად იქცევა. პატონგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით, ბარებით, კლუბებით და ბანგლა როუდით, სადაც გართობა არასდროს ჩერდება. ძალიან კარგი წყალია და თან ძალიან ბევრი ხალხი არ არის და ამ ყველაფერს ვაბრალებ იმას, რომ ამ სანაპიროზე უფრო ღამის ცხოვრება არის, კლუბები არის უფრო განვითარებული და ამის გამო ალბათ დილით გამოსვლა ეზარება ხალხს, რა ჩემი ვარაუდი ესეთი არის. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე, მე დიდი მოყვარული არ ვარ, სხვათა შორის. რამოდენიმეჯერ შეიძლება ჩავიდე კიდე და მე უკვე მბეზრდება, ესე სანაპიროზე წოლა არ მიყვარს მთელი დღე. მირჩევნია რომ მე ისე ვავიდე და სადმე გავიბოდიალო და დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება. ეხლა ცოტა ხანი ვიქნები, კიდე აქ დავისვენებ და მე ავალ სასტუმროში მოვწესრიგდები და გავიდეთ, მე თვითონ ეს პატარა ქალაქიც დავათვალიეროთ და ვნახოთ რა ხდება ამ ქალაქში. ფუკეთში უკვე იმდენი ქართველი ჩამოდის, რომ ჩემი აზრით საქართველოს დროშაც იმსახურებს აქ ყოფნას. აი დღე ხო ესეთი წყნარი ქალაქია თითქოს, შვიდი ხალხი დადის თავისთვის ეირნობს, სანაპიროზე რაღაც ირუჯებიან და ასე შემდეგ და ხამე მზის ჩასვლის მერე აქ რაც ხდება, დღეს დაგათვალიერებინებთ მოკლედ. მაგიტომ მინდოდა ამ ქალაქში ჩამოსვლა რა. დღეს განახებთ აქ რა ხდება ხამე მზის ჩასვლის მერე. სხვათა შორის ჩემს ახალ მაისურზე რა სიტყვით, როგორ მოგწონთ? სულ რაღაც $10 შევიძინე. ეს ულამაზესი მაისური. ეხლა მოვედი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე. ქალაქის გული არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი განსართობის სივრცეები და მოკლედ ცენტრალური ქუჩა, რომელსაც ქვია ბანგლა როუდ. აი ესე. ამ ქალაქში თუ ჩამოხვალთ და გართობა გინდათ, უნდა მოხვიდეთ აი აქ. დაახლოებით 2 საათია, 3 საათი დაიწყო და უკვე რაც ხდება ხედავთ და მზის ჩასვლის მერე რაც მოხდება აქ, აი მაგასაც განახებთ. დენები აქაც ისია როგორც დანარჩენ აზიაში, ნახეთ რა ხდება. აქ როგორ ერკვევიან საერთოდ, რა არის, რასად მიდის, ძალიან მეკვირს. ეხლა მოვედი ქალაქის ყველაზე დიდ მოლში, ტექნიკის მაღაზიას ვეძებ, იმიტომ რომ ვიდეოებს ცოტა ხანში ვეღარ გადავიხებ, გავავსე ყველაფერი თუ რამე იყო და ხოდა ბევრს რო გონია ხოლმე რომ მარტივი არის და ვიდეოს გადაიღებ და რა უნდა მოკლედ მალე რატო ვარდებო YouTube-ზე. ამ ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1500-მდე ვიდეო მაქვს უკვე გადაღებული და ამ ყველაფერს მე ვახარისხებ ხოლმე და აი მინიმალური რაოდენობა მრჩება ბოლოს. ხოდა ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი მოცულობის მეხსიერების ბარათები და მოკლედ 1 და 2 ტერაბაიტი უკვე აღარ მყოფნის ხოლმე რა ვინც ერკვევით მაგ ყველაფერში. ხოდა ეხლა უცებ მომიწია რაღაცის ყიდვა და ვეძებ ეხლა აქ. გამოვედი გარეთ, ეხლა სასტუმროსკენ უნდა დავიწრა რაღაცებს დავალაგებ, რაც აღარ მჭირდება და თან ამასობაში მოსაღამოვდება და პატონგის ღამის ცხოვრებაც გადავიღოთ. აი საინტერესო რაღაც უნდა განახოთ. პატარა სამლოცველო არის და ბილის სასმელები, ფანტა და რაღაცეები აწყვია თავის აწრუპებით. არ ვიცი რა აღნიშნავს ან რატო არის ასე, მაგრამ ესეც საინტერესო რაღაც შემხვდა. აქაც ისევე როგორც დანარჩენ ტაივანში ყველგან გთავაზობენ ეგრედ წოდებულ მასაჟს. რაც სინამდვილეში საერთოდ არ არის. რაც სინამდვილეში საერთოდ არ არის ის, რასაც გთავაზობენ. გაითვალისწინეთ. სინამდვილეში საერთოდ სხვა რაღაცას გთავაზობენ ფარულად. მიზეზი თუ რატომაც გადავწყვიტე მაინდა-მაინც ამ სანაპიროზე ჩამოსვლა, არის ის, რომ ტურისტული კომპანიების 90% გთავაზობთ ზუსტად აი ამ ქალაქს და ამ სანაპიროს. ასე რომ თუ ტაილანდში ტურს დაჯავშნით დიდი ალბათობით 90% ყველაზე არ ვიცი, მაგრამ 90% სწორედ აი ამ ქალაქში მოხვდებით. ამიტომ ფიქრობ ყველაზე მეტად თქვენც აქაურობის დათვალიერება გამოგადგებოდათ
და მე თქვენ გადაწყვიტავთ უკვე მოგწონთ არ მოგწონთ თუ ასე შემდეგ. მაგრამ ამ სანაპიროდან მაინც ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოხვდეთ თითქმის ყველგან. დაახლოებით 5-10 კილომეტრის მანძილზე არის ყველა ის სანაპირო, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ. თუ უფრო სიწყნარე გინდათ მაგალითად, ან ასე შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი არის ყველგან წასვლა. ესეთი თევზის რესტორნები არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ საზღვაო კურორტია მაინც. ლობსტერები, სხვადასხვა რაღაც ნაირსახეობა თევზების. Sorry, how much for lobster? 2,400 baht. How 1 much kilo. it's in dollars maybe? I don't know this one. 960 baht for one lobster. You catch it or no? Huh? You catch it? You? Me? Yeah, catch it. Can I go with you? Catch? No, not be here. Not here. Not the ocean here. PP Island? No. Not PP? Here from Burma, something Burma. Okay. ძალიან მინდა ლობსტერებზე სათევზაოდ წავიდე. სათევზაოდ რა, ანუ დაივინგით ჩადიხარ და იჭერ ლობსტერებს რა და ძალიან მინდა რომ წავიდე, ხო და აქ რაც მოვიკითხე, არავინ არ აკეთებს მსგავს ტურს და ზოგადად აქო არ არისო რა ლობსტერები და ხვალ სადაც მივდივარ PP Island-ზე, PP-ის კუნძულებზე, იქ უფრო არისო, ესე მითხრეს ხო და დიდი იმედი მაქვს რომ ამ ვიდეოში იხილავთ ლობსტერებზე ნადირობას. თუ გამომივიდა, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოშიც იქნება, თუ არა და მე ყველაფერს ვწდი. ზოგადად აი ესეთი ოფისები ძალიან ამარტივებს მოგზაურობას, იმიტომ რომ შეგიძლია რომ შემოხვიდე აქ, დაჯავშნო ნებისმიერი ტური, როგორიც გინდა, სადაც გინდა წასვლა მოკლედ და ყველაფერს მოგიგვარებენ თვითონ და საკმაოდ ისეთი ადეკვატური ფასები აქვთ რა 20, 30, 40 დოლარი გაჩნია რა, ანუ რა გინდათ, როგორი გინდათ და აი ესეთი რაღაცეები რო არის ყველა ფეხის ნაბიჯზეა თან. ძალიან ამარტივებს ამ მოგზაურობას. ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ, ვინც ჩამოხვალთ, ზედმეტი თავის ტკივილი არ დაგჭირდება, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ძალიან კარგ ფასად დაჯავშნოთ მსგავსი ტურები. პატონგის ღამის ცხოვრება განსაკუთრებით კონცენტრირებულია ბანგლა-როუდზე. ეს არის ქუჩა, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს ათობით ბარი, კლუბები და სხვადასხვა გასართობი ადგილები. აქ გართობა ხშირად დილამდე გრძელდება და სწორედ ამიტომ პატონგი ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კურორტად ითვლება. აი ესეთი ამბავი ხდება ბანგლა-როუდზე მეგობრებო. წარმოიდგინეთ დილით როგორი იყო აქაურობა, სიწყნარე და ეხლა როგორ გამოიყურება. Inside, no. Why? Only tourists or Thai people also inside? And tourists and Thai people. And what is it's a game or what? So, Putsi. And ping pong, what is the ping pong? Putsi. Shows we are fucking ping pong ესე რა. და შედიხარო და არ ვიცი რაღაცას ანიშნებდა, მოკლედ რაღაც ორგია არის, როგორც ჩანს რა. მეთქი ტურისტებიც არიან თუ მარტო ტაილანდელები თქო და ტაილანდელებიო ესე მითქვა. არ ვიცი შეგიტყუებენ და იქიდან ალბათ ვეღარ გამოხვალ. ის რაც შეხვედი. უკან ვეღარას დროს დაბრუნდები ისეთი, როგორიც შესვლამდე იყავი. რაღაცა სასიკვდილო ნომერს აკეთებს ჩვენი ძმა. აბა. Get the point? Good. Let's dance. ესეც ბანგლა-როუდის სტრიტ ფუდი. ჩემი საყვარელი ნაწილი. აბა შევიდეთ. დავათვალიეროთ აქ რას გვთავაზობენ, რა ქუჩის კვება იქნებათ განსხვავებული. ლობსტერები აქაც არის როგორც ყველგან. აქ უფრო მეტი ხალხი არის სხვათა შორის. დასაჯდომი ადგილებიც არ ჩანს არსად. აი ეს გემრიელად გამოიყურება, განსაკუთრებით აი ეს ბაყაყი. Magician, this is 100 baht.
100. One stick 100. კრევეტები ძალიან იაფი ღირს $1 გამოდის. ერთი ეს ჯოხი რა, ანუ 4 ცალი იყო თუ 5 ცალი და რავი, მე მგონი ძალიან იაფია. ესეთი დიდი არ შევანია, ბარბიკიუ. What is this? Frog. It's good? Yes? You like? Yes, your tasty chicken, yeah. აგერ ყოფილა, აი ქათამი, ხორი, საქონელი, ნიანგი და ბაყაყი. Big lobster, how 1 much? kilo, 1,000 baht. This how many kilos is this? 2 kilo. 2 kilo. Yeah, that's it. And 1 kilo you say? 1,000 baht. 1,000. Oh, so this is 2,000. Yeah, 2,000. That's bigger barbecue. That's really good. $60 ღირს და სულ რაღაც ეს გიგანტური ლობსტერი და მე მგონი ძალიან კაი ფასია ეგეც. ჩვენთან მინიმუმ $100 ღირს რაღაც პატარა ლობსტერიც რო არ არის რა. კრევეტივით ლობსტერები იყიდება ჩვენთან. აი ამ კიბორჩხალის საცეცებს თუ თითებს დავაგემოვნებ ახლა. მოამზადებენ ახლა გემრიელად და დავაგემოვნებ. აბა ესე გამოიყურება ჩემი კიბორჩხალის ფეხი. ვაგემოვნებ ჯერ соуსის გარეშე. ფრის აპარატში შეწვა, მე მეგონა რომ გრილზე უნდა შეეწვა, მაგრამ ესე უფრო გემრიელიაო, თვითონ მითხრა და დაუჯერე. კრაბის ჭყირების გემოა გონ ძალიან ბევრ ზეთში რო შეწვა ის კრაბის ჭყირები, აი ეგეთია რა. რაღაც უკეთეს ველოდებოდი სიმართლე გითხრათ. არ ვფიქრობდი რომ ცუდი იქნებოდა, მაგრამ უკეთეს ველოდებოდი. ეს რაღაც соусიც მოყვა. ნუ ცუდი არ არის, მაგრამ გრილზე შემწვარი ალბათ უფრო გემრიელი იქნებოდა რა. მოკლედ, სანამ არ მოვიწამლები, არ მოვისვენებ რა. ეხლა რას ვაგემოვნებ? მოდი არ გეტყვით და რო გამიმზადებენ და მომიტანენ, მე პირდაპირ მაგიდასთან განახებ. აბა მზად ხართ, ნახოთ რისი დაგემოვნება იქნება ეხლა. თუ მზად ხართ, მაშინ იმედია თქვენ ეხლა საჭმელს არ ჭამთ ამ ვიდეოს ყურებისას. აი ამ ლამას ბაყაყს დავაგემოვნებ ეხლა. ფეხები ნახეთ როგორი აქვს. დავთ რა ლამაზი ბაყაყია. ქათმის გემო აქვს, ყველა იძახის და იქნებ მართლა ქათმის გემო აქვს რა იცი. აი ესეთი ბრჭყალები აქვს, ნახეთ. Chicken. ყველა იძახის ქათმის გემო აქვს რა. ძალიან ძნელი, ანუ ესე ძალიან ჯერ არაფერი არ გამჭირვებია მართლა, ანუ ხო, ამდენი რაღაც good luck. Yeah, it's good. Have a good day. Thank you. თელი ბაზარი მე გულშემატკივრობს. აუ ესე ძალიან მართლა არაფერი არ გამჭირვებია, აი რავი, რამდენი რაღაც გავოსინჯე, მაგრამ აი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერ შევძლებ რა. არა და კაი $3 მაქვს ამ ბაყაყში გადახდილი. ეხლა როგორ გინდა არ ჭამო კაცო. $3 იმდე რამეს ვიზავდი. You like frog? Let's test. I ordered crocodile. I ordered crocodile. Crocodile. You order crocodile. Აგერ კაცმა მე ნიანგი უნდა გავსინჯო. Okay. Let's go. Let's try together. Everyone say it's like a chicken. Chicken. Yeah. Take your video. Excuse me. That's one plate. One plate 400 baht. One plate. Deep fried. It's good. It's chicken. Just like chicken. Yeah. Just like chicken. It's like a chicken. Yeah. 100%. 100%. Yeah. Best. So good. When I come back in Georgia, Yeah. I eat frogs. Quantity name again? Teli bazari membalეში ყოფს მართლა, აი ყველა მე მიყურებს და ზოგი იცენის, ზოგი რაღაცებს მეუბნება როგორ ჭამო და რაღაცებს. ნახეთ რა ბარკალია, აი გამოვაჭამე ბარკალი უკვე არა. არა, მართლა ქათმის გემო აქვს. ვინც ამბობდა რომ ქათმის გემო აქვს, მართალია 100%-ით, იმიტომ რომ აი ეს ბარკლები მართლა ქათამია, რა ვიცი, აი რო არ ვიცოდე რომ ბაყაყია ეხა და აქ არ ვხედავდე ჩემ წინ რომ დიდი ბაყაყი დევს. ვიტყოდი რომ ქათამია თქო რა, აი მარტო ხორცი რომ მოეტანათ ვიტყოდი რომ ქათამია თქო. უბრალოდ
იმდენად საძაგელი სანახაობა არის ბაყაყს ხა რო უყურებ და უჭა ამან ბაყაყს რომ არ ვიცი ან არანაირად გემრიელად არ გადამდის ყელში რა რაც არ უნდა ვქნა გემრიელი არ იქნება მაინც სრული განუკითხაობა მეგობრებო მსგავსი ბანგკოკშიც არ ხდებოდა Come to Thailand. Where you from? Georgia Saudi. Huh? Georgia Tulaki. now Tulaki. Lucky Tulaki. Georgia Georgia. Georgia. Oh. Welcome to Thailand. Where you going? just walking Oh yeah. Okay. სანაპიროზე გამოვედი ახლა და ნახეთ აქაც რამდენი ხალხი არის მაგარი გართობა მიდის გამოვედი გამოვეცლები ამ საგიჟეთს რაც იქ ხდება საჩემო ეგ ყველაფერი არ არის რავი თქვენთვის დამიტოვებია ვისაც გინდათ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და გაერთოთ აი ესეთ გარემოში მე წავალ ახლა სასტუმროსკენ ნელ-ნელა და თუ გონიათ რომ გარეთ ამ დროს ნაკლები ხდება ძალიან ცდებით მოგეუბნებოდით დღესდილით რომ დაიმახსოვრეთ მეთქი და აი ახლა ნახეთ აი ესეთი ამბავი ხდება ქუჩებში აი ესეთი ტაქსებია და შიგნით შეგიძლია კარაოკე ჩართო და რაც გინდა იმღერო და მოკლედ აი ქაოსია სერიოზული რა დაუბრუნდი სასტუმროში მეგობრებო კაი დამღლელი და დატვირთული დღე გამოვიდა დღესაც ეხლა ბაყაყი მაუსმოსანელებელი იმედია კარგად ვიქნები იმიტომ რომ ხვალ დაახლოებით 3 საათიანი გზა გველოდება იახტით რა და გადავალ ფიფის კუნძულებზე და მოკლედ წინ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გველოდება ძალიან კარგი გეგმები მაქვს იმედია გამომივა ყველაფერი წინასწარ არაფერს არ გეუბნებით იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი რა გამოვა რა არ გამოვა როგორც ხედავთ ჩემ ვიდეოებში ყველაფერი ყოველთვის ესე არის თქვენთან ერთად გეგმავ ყველაფერს მოკლედ და წინასწარ რადგან არაფერი არ ვიცი ხოლმე ამიტომაც წინასწარ არ გიზიარებ გეგმებს მაგრამ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს აუცილებლად იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი იქნება კიდე წინ და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მოხდება და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება დილამ შვიდობის მეგობრებო ველოდები ახლა ჩემს მანქანას უნდა მომაკითხოს უკვე წესით დაახლოებით 15 წუთში მოვა და წამიყვანენ იახტაზე რომლითაც უნდა გადავიდე ფიფის კუნძულებს ასე რომ წესით ისეთ დროს უნდა ჩავიდე რომ დღესაც ბევრი საინტერესო რაღაც უნდა მოვასწრო და იმედია კომფორტული გზავრობა იქნება იახტით მოვედი მეგობრებო და აი ახლა აქედან ამ სამიდან რომელიმე იახტით გავაგზავნებ გზას ფიფის კუნძულებისკენ რომელი იქნება ჩემი არ ვიცი იმედია ეს პირველივე არ იქნება იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაშია რომ არ ამგონია იქამდე ჩავიდეს რანაირი თევზები არიან წყლიდან ამოდიან და ნაპირზე დადიან თუ ხედავთ აი ეგ ერთი ჩანს აგერ აი იქიდან რომ მოდის ნახეთ აი ესეთი გემით ვიმგზავრებ ახლა დაახლოებით 2 საათი სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურება არ მეგონა თუ ესეთი მოწესრიგებული იქნებოდა გარიც არის შიგნით შეგიძლიათ იყიდოთ რაც მოგინდებათ მოკლედ რავი ძალიან ლამაზად გამოიყურება გავიძარით მეგობრებო ძალიან კომფორტულად გრძნობ ჯერჯერობით თავს აგერ ყავაც კი მომიტანეს რაღაც პლასმასის ჭიქით მე მგონი კარგი მგზავრობა გვექნება რა როგორც გვითხრეს 10 წუთში გარეთ გასვლასაც შევძლებთ ჯერჯერობით გარეთ გასვლა არ შეიძლება
აი ესე მეგობრებო, Phi Island-ამდეც ჩამოვედი, Phi-ის კუნძულებსაც ვესტუმრე და მოკლედ ახლა პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, სასტუმრო უნდა მოვძებნო. Booking-ით არ დამიჯავშნავს, გადავწყვიტე რომ პირდაპირ ჩამოვიდოდი, მერე მომეძებნა რა. ნახოთ როგორ გამომივა ეს საქმე და მერე უკვე გამოვალ გარეთ და ნახოთ თავარი აქტივობები რაც მაქვს ჩემს სიაში რისი გაკეთებაც მინდა ამ კუნძულზე. შევეცდები რომ ამ 2 დღის განმავლობაში ყველაფერი მოვასწრო. ნახეთ რა ლამაზი ქუჩებია. ესეთი პატარა ლამაზი ქალაქია, სადაც ვარ გაჩერებული. მაინც Booking-ით მომიწია დაჯავშნა, რადგან სავსე არის ყველა სასტუმრო, არ ვიცი ამ დღეების განმავლობაში რაღაც დასვენების დღეებია თუ რა ხდება, მაგრამ მოკლედ აი ყველა სასტუმრო არის სავსე. ერთადერთი ახლა რაც ვნახე Booking-ზე შედარებით ისეთ ადეკვატურ ფასად 2 ღამეში გადავიხდი $105 მე მგონი. და ვნახოთ როგორი სასტუმრო გვერგება. Hello, I have reservation. აბა ვნახოთ. სად დაგვაბინავებენ. Okay. აი ეს არის ჩემი ოთახი. რა გითხრათ რა არის. ხირდა თუ არა მასში $100 გადახდა. არ ვიცი. მაგრამ ვინაიდან დიდი არჩევანი არ გვაქვს, უნდა შევეგუოთ არსებულ პირობებს. დიდი ხანი ოთახში გაჩერებას მაინც არ ვაპირებ. ჩანთას დავაგდებ ახლა და ცოტას მოვწესრიგდები, დავისვენებ და გავიდეთ მერე და რაც მაქვს ჩაფიქრებული ის გეგმები შევეცადოთ რომ ერთად განვახორციელოთ. Phi-ის კუნძულები ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი ადგილია. კრისტალურად სუფთა წყალი, მაღალი კირქვის კლდეები და თეთრი ქვიშის სანაპიროები ამ ადგილს ნამდვილ ტროპიკულ სამოთხედ აქცევს. Phi რეალურად რამდენიმე პატარა კუნძულისგან შედგება, მაგრამ ყველაზე ცნობილი მათ შორის არის Phi Don და Phi Le. სწორედ Phi Le-ზე მდებარეობს ცნობილი სანაპირო Maya Bay. დღეს Phi-ის კუნძულები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტაილანდში და აქ ყოველდღიურად ათასობით ტურისტი მოდის, რომ ნახოს ეს უნიკალური ბუნება და დატკბეს ამ საოცარი ფერებით. უკვე გამოვედი გარეთ. მონტაჟის ხარჯზე არა, მართლა მალე გამოვედი, უბრალოდ ჩანთადავდი. და ეხლა თქვენთან ერთად გავსინჯავ აი ამ ნამდვილ Red Bulls, რომელიც როგორც ამბობენ, აი რომ დალევ, ეგრევე გრძნობს შედეგსო და აბა ვნახოთ. გემოზე ცოტა განსხვავდება, ისეთი ინტენსიური გემო არ აქვს. რაც არომატი კი აქვს ის. გემრიელი. ეხლა გამოვედი ერთი ოფისიდან, სადაც დავჯავშნე ხვალ დილით 7 საათზე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა, რაც კი შეიძლება რომ გამეკეთებინა დღეს. და ეს აქტივობა იქნება დაივინგი. და რატომ მაინდა-მაინც დაივინგი და არა მაგალითად უბრალოდ რაღაც ესე ზედაპირზე ჩაყვინთვა. სხვა სახელი ქვია მაგას, არ მახსოვს, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ სიღრმის შიში მაქვს. არ მსიამოვნებს, როდესაც წყალში სიღრმეს უყურებ რა და განსაკუთრებით თუ ფსკერი არ ჩანს. ვისაც მსგავსი შიში გაქვთ, ალბათ გამიგებთ რა. ეს დაივინგი დამიჯდა დაახლოებით $120. არც ისე იაფია, მინდა გითხრათ რა. რამოდენიმე საათი არის, მაგრამ ყველაფერი შედის ამ ფასში რა. კვება, ინსტრუქტორი და ასე შემდეგ, რადგან ჩემი პირველი ჩაყვინთვა არის, ამიტომ რა თქმა უნდა ინსტრუქტორის გარეშე არავინ არ ჩაგიშვებს და აი ამიტომ მოკლედ ეს ყველაფერი შედარებით უფრო ძვირი დამიჯდა. ეხლა ქალაქს ვათვალიერებდი უბრალოდ და ერთ-ერთ რაღაც ტურ სააგენტოში გავჩერდი მოკლედ და იმდენი ვილაპარაკე, რომ დღესაც რაღაც ტური დაუჯავშნე მოკლედ ჩემთვის თან მარტო მე ვიქნები. სხვა ადამიანები არ იქნებიან, ასე რომ ხელს არავინ არ შემიშლის, კარგად გადავიღო და კარგად დაგათვალიერებინოთ ყველაფერი.
რაც შეეხება ტურს Phi Island-ის გარშემო, ყველა ლამაზ კუნძულს და სანაპიროს დავათვალიერებ და ასევე მომეცემა საშუალება, რომ რამოდენიმე ადგილას პატარა წყალში ჩავყვინთო და მოკლედ დღეს მოვემზადო ხვალინდელი დიდი დაივინგისთვის რა. ეხლა სასტუმროში ავალ, უცებ გამოვისვლი და დაუბრუნდები და წავიდეთ Phi-ის დასათვალიერებლად. მოვედით, აბა ვნახოთ რომელია. ნიკი ახტა. ესეთი ლამაზი გემით შემოვივლი ახლა. გული მიგრძნობს, რომ ძალიან კარგი რაღაცეები გველოდება წინ. აქვე გეტყვით, რომ ამ ტურში გადავიხადე დაახლოებით $40 და ეს იმიტომ, რომ მარტო ჩემი ყოფილიყო ეს ნავი და სხვა არავინ არ ყოფილიყო რა. თორე თუ სხვებიც იქნებოდნენ, ანუ ჯგუფთან ერთად თუ წამოვიდოდი, ბევრად უფრო იაფი იქნებოდა, მაგრამ მაინც ასე მერჩივნა, იმიტომ რომ ჩემ გემოზე გადავიღებ, გავჩერდები, სადაც მომინდება, როგორც მომინდება. ჩვენი პირველი სანახაობა არის და აქაც ნახეთ, რამდენი ხალხი არის. ეს არის მაიმუნების სანაპირო, ასე ქვია. ძალიან ბევრი მაიმუნები არიან რა, მოკლედ და ნახოთ, რამდენი არიან ერთი. მაიმუნებს ვერ ვხედავ, მაგრამ ადამიანები კი არიან ოხრა. აბა მაიმუნები სადა. რაღაცა მაიმუნობას აქ ადგილი, ერთი მაიმუნი არ არის და არა და მაიმუნების სანაპირო ქვია და აი მთელი ის არის. ტურები დადიან სანახაოდ. აბა სადაა მაიმუნი? ხალხის რაოდენობა იცოცხლე. რამდენი ხალხია რა. არა და ძალიან ლამაზი ადგილია. რადგან მაიმუნები არ არიან, მაშინ საჭირო ინფორმაციას მაინც გაგიზიარებთ აქედან. თუ გინდათ თქვენც რომ ასეთ ლამაზ და გამორჩეულ ადგილებში თქვენს მეგობრებს რაც შეიძლება მალე გაუზიაროთ თქვენი მოგზაურობა ან უბრალოდ კავშირზე იყოთ გარე სამყაროსთან, ლაგის აპლიკაცია დაგეხმარებათ იდეალურად, რადგან ლაგის ინტერნეტით თელს მსოფლიოში, სადაც არ უნდა იმოგზაუროთ, უსწრაფესი ინტერნეტის შეძენა შეგიძლიათ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გადაამოწმოთ, მე გიზიარებ ჩემს გამოცდილებას, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი ლაგის ინტერნეტს ვიყენებ, 100%-ით კმაყოფილი ვარ და ხაზგასმით ვამბობ კიდე რომ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და ეს შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ. ასე რომ თუ ახლო მომავალში გეგმავთ მოგზაურობას, რა თქმა უნდა გადმოიწერეთ ლაგის აპლიკაცია, ვისაც ჯერ კიდევ არ გადმოგიწერიათ. დავიძარით ჩვენი შემდეგი გაჩერებისკენ. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი ადგილი იქნება. სხვა სანაპიროზე მოვედით, აქ არისო მაიმუნებიო და აი ეგერ მართლა არიან. კლდეებზე როგორ დადიან, ნახეთ. აი ახლოს მოვედი. ამ ხელაგზა გამოვიარე. აქამდე ვერ მოვიდე. კამერა არ წაიღო. რასაყვარელია ეს პატარა ნახე. რაო. გიგარო, გამოიხედი ახლა. სანაგვი არის ამ სანაპიროზე, ახლა შევალ განახებთ რა ხდება. ნახეთ რა სანაგვი. ფოთლებით არის აუს. აი ეს არის ჩემი იახტა და კაპიტანი. მოვედით ჩვენ შემდეგ სანახაობასთან და ჩემი კაპიტანი როგორც მეუბნება, ეს არისო ვიკინგების სახლი თუ რაღაც რა, მოკლედ აქ აფარებდნენ თავს ვიკინგებიო, ესე მეუბნება და ნუ რამდენად მართალია ეს ინფორმაცია მე არ ვიცი, ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი სანახაობაა რა. რაღაცები არის შემორჩენილი, ხის რაღაც ნაგებობები შიგნით, მაგრამ შიგნით შესვლა არ შეიძლება. შრი-ლანკაზე იყო ზუსტად ასე, ვეშაპების სანახავად რო წავედი, ვიდეოშიც არის ეგ.
იმდენი ნავები იყო, რომ ვეშაპი კი არა, არ ვიცი იქ რა უნდა ყოფილიყო. რამოდენიმეჯერ კი ამოცურა მაშინ ვეშაპმა, მაგრამ რა იყო ნამდვილად არ ვიცი. აბა წყლის ფერზე რა სიტყვით ვის მოგწონთ. რამდენი ჩახტებოდით ახლა ამ წყალში სიამოვნებით. ეს წყალი ალბათ ესე უნდა შემოდიოდეს, ხო? ნორმალური არის ალბათ ეს. ყველგან წყალი შემოდის. აი ეს არის ჩვენი შემდეგი სანახაობა, მაია ბეი. სანაპირო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ ამ ფოტო ან ვიდეო და მოკლედ სანაპიროზე რო გადახვიდე, დამატებით კიდე $30 უნდა გადაიხადო. თუ არ ვწდები, რაც მე ვერ ვხედავ მაგის აუცილებლობას, ეხლა რომ $30 გადავიხადო მარტო იმიტომ რომ იმ ნაპირზე გავიარო. კი, ლამაზია, მაგრამ დამატებით $30 გადახდა ჩემთვის პირადად არ ღირს. ასე რომ აქედან დავტყვეთ და დრონი გავუშვათ. დავბრუნდი მეგობრებო სანაპიროზე და მინდა გითხრათ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ვისიამოვნე, ძალიან ლამაზი ადგილები დავათვალიერე, მოკლედ ღირდა რა, ჩემი აზრით ამ $50 გადახდა ღირდა. ყალმა მოშიება იცისო და აგერ შემოვირბინე უცებ სანამ სასტუმროში ავიდოდი. თან საკმაოდ იაფია მაკდონალდსი აქ, აი ამ ყველაფერში გადავიხადე დაახლოებით $35 რა, 35 მაქსიმუმ 40 ლარი იქნება რა, ეხა გადაყვანა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყათაშორის საქართველოს მერე ყველაზე მეტად ორმაგი ჩიზბურგერი მომეწონა აქ. დაღამდა ამასობაში და გამოვედი ქუჩებში დასათვალიერებლად, ნახოთ ხამე როგორ გამოიყურება აქაურობა. დარწმუნებული ვარ რომ ლამაზი იქნება, იმიტომ რომ ისეთი პატარა და რაღაცნაირი კოხტა ქალაქია, რომ ღამეც ძალიან ლამაზი იქნება, დარწმუნებული ვარ. აქაც მოვადექი ქუჩის კვებას, მაგრამ ძალიან პატარა არჩევანია სხვა ქალაქებთან შედარებით, სადაც ვიყავით. აი ასე გამოიყურება ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ღამით, როგორც ხედავთ. საკმაოდ ბევრი ხალხია. ატონგთან შედარებით აქ ბევრად სიმშვიდი არის და ბევრად უფრო სიწყნარია და ამიტომაც იშვიათად მოდიან ხოლმე აქ დასარჩენად. ძირითადად ერთდღიან ტურებს იღებენ ხოლმე პირდაპირ ფუკეთის რომელიმე სანაპიროდან და პირდაპირ გადმოვლენ და ათვალიერებენ რაც უნდათ და საღამოს ისე უკან ბრუნდებიან. საღამოს ბარები და რესტორნები სავსეა, როგორც ხედავთ, ყველგან ხალხია. აი ქალაქში რადგან მანქანები არ დადიან, მსგავსი რაღაცეებით გადააქვთ სხვადასხვა ტექნიკა და ასე შემდეგ.
ნახეთ წყლის დონე რამდენზე არის დაკლებული. დღეს ნავით რომ მოვედი, პირდაპირ გადმოვედი აი აქ ნაპირზე. და ეხლა რამდენით ქვემოთ არის. ეს ხურზებიც მაგიტო ნაპირზეა დარჩენილი. მოკლედ ამ ბოდიალში კი დავიღალე ძალიან. წავალ ეხლა ნელ-ნელა სასტუმროში, გამოვიძინებ. ხვალ დილისთვის მოვემზადები, ხვალ დილითაც 7 საათზე უკვე იქ უნდა ვიყო, საიდანაც გავდივარ დაივინგზე, ასე რომ დილით ადრე უნდა ავდგე და ამიტომ ჯობია ეხლა რომ წავიდე სასტუმროში 11 საათი არის უკვე და გამოვიძინებ, მოკლედ დავისვენებ. გამოვედი მეგობრებო, გარეთ დილის 7 საათია და მივდივარ შეხვედრის ადგილას. როგორც უკვე გითხარით, ცოტა ნერვიულობ, მაგრამ რა ვიცი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. საკმაოდ ბევრი ხალხია სხვათა შორის და ეგ კიდევ უფრო მამშვიდებს. აი ესე გამოიყურება ჩვენი იახტა, რომლითაც გავემგზავრებით ახლა. სხვა ხალხს რო ხედავ, мотивაციას კი არ მაძლევს უფრო რა. უბრალოდ აი სხვა გზა აღარ მაქვს, ანუ აი ეგეთი განცდა მაქვს. For this, I will have my mask and my regulator, okay? And I will put my right hand in the regulator and mask like this. Big step, like this. Okay? We will have a jacket, okay? The jacket I can inflate and de-inflate. You will enter with the jacket. გამოვეწყე მეგობრებო, მოკლედ უსაფრთხოების რაღაც წესებს გვიხსნიდნენ და რავი, იმედია ყველაფერი გავიგე. ესე გამოიყურება ჩემი კოსტუმი. მოკლედ ეხა მალე მივალთ წესით, დაახლოებით 1 საათი უნდა იქამდე რომ მივიდეთ და 1.5 საათი კი არის რაც მოვდივართ. ესე გამოიყურება ჩვენი აღჭურვილობები. აი ესე გამოვიყურებით წყალში ჩასულამდე. სამწუხაროდ ჩემი კამერით არ მიშვებენ წყალში, არ შეიძლებაო წესების დანახმად და მოკლედ გავისვიო კამერით გადამაღებინებენ და იმედია კაი კადრები იქნება, ასე რომ დაევozet. მე კიდე წავედი, ეხლა ჩავუყრა. ამოვედით მეგობრებო, ესეც ჩემი პირველი ჩაყვინთვა და მოკლედ
1 საათი ვიყავით წყალქვეშ რა. არ მეგონა თუ ამდენი ხანი გავძლებდი ზოგადად და ამდენი ხანი თუ ჩაგვიყვანდნენ პირველი ჩასვლა რა. მაგრამ აი რა გითხრათ, საოცრება არის რა. სიტყვებით შეუძლებელია გადმოცემა, იმიტომ რომ აი საერთოდ სხვა სამყაროა რა. თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოჩნდის ამ მოგზაუროთ რა. მოკლედ, ვისაც მსგავსი რაღაცების შიში არ გაქვთ, შეგიძლიათ რომ ჩახვიდეთ. რავი, ჩემი აზრით, ნებისმიერი თანხის გადახდა ღირს, რომ ეს ყველაფერი ერთხელ მაინც ნახოთ ცხოვრებაში. საოცარი სანახაობა იყო და რაღაც მომენტებში ზვიგენიც გამოჩნდა რა და ესე მაჩვენებდა ზვიგენსაც. გადაღება მინდოდა ძალიან, მაგრამ რა ვქნა, სამწუხაროდ წესებით არ შეიძლება კამერის ჩატანა ქვემოთ რა და ეს კადრები რაც შემოგთავაზე თამაში კიდე დამატებით $40 გადავიხადე, რომ წყალქვეშ გადაიღოთ ჩემთვის და რა გადამიღეს, რა ვიცი. მაგას აგერ ერთად ვნახულობთ. იმდენი განსხვავებული სხვადასხვა სახეობის თევზი ვნახე ახლა და რაღაც 1000 სიგიჟე ვნახე, მოკლედ არც მჯერა, მაგრამ ზოგიერთ თევზს რასაც დავაკვირდი. ძალიან გაბრაზებული სახე აქვს და რატო გაუკეთა ბუნებამ ესე არ ვიცი, რომ გაბრაზებული სახეები ქონოდათ. მოწესრიგდი, ცოტა დავისვენე და გამოვედი ისევ გარეთ, სანაპიროს ვათვალიერებ, დღისით როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი და ეხლა მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი პირველი გამოცდილება დაივინგის, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოცდილება, რაც კი მიმიღია მოგზაურობის დროს. დავიწყოთ იმით, რომ არც თუ ისე იაფი დაждდა ეს ყველაფერი, გზა და გზა, ძალიან ბევრი ხარჯი დაემატა, ბოლოს ეს ყველაფერი დააგვირგვინა იმან, რომ თურმე გადაღებაც არ შემეძლო და თუ გადაღება მინდოდა იმათთვის უნდა გადამეხადა და ეს თვითონ ამ ნაციონალური პარკის გადასახადი ყოფილა და ჯამში დამიჯდა ეს ყველაფერი $160, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ აი თავი მგონია ისე, რომ თითქოს აი რაღაც სხვა პლანეტიდან, სხვა სამყაროდან დავბრუნდი. ჩემი პირველი განცდა შეგრძნება რომ გითხრათ ახლა, როგორც კი აი რაღაც 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩავედი, თითქოს აი საერთოდ სხვა სამყაროში აღმოჩნდი რა. საერთოდ სხვა ცხოვრება არის. თავისი რაღაც ეს თევზები ყველა თავისთვის რომ დაფხუსფუსობს, ყველა თავისთვის დაცურავს, იქ ზოგი ნადირობს, ზოგი რაღაცას ელოდება, ზოგი სადღაც მიდის, მოდის, აი რაღაც სხვა სამყაროში აღმოჩნდია უცებ და აი გარეთ საერთოდ ყველაფერს წყდები რა. გარე რეალობას საერთოდ წყდები და უცებ აღმოჩნდები ისეთ სამყაროში, სადაც ჯერ არ ყოფილხარ და აი რაღაც თან პირველი გამოცდილება არის ეს რა და მაგიტო განსაკუთრებით ისეთი იყო ჩემთვის ემოციური რა. ვისაც ქონიათ გამოცდილება, ალბათ მიხვდებით. ეხლა რასაც ვამბობ. სხვათა შორის პირველად მქონდა ეგეთი გამოცდილებაც, რომ ზვიგენი საკუთარი თვალით დავინახე რა. დაახლოებით აი ესე 10-15 მეტრში ჩაიცურა თავისთვის. მადლობა რომ ჩემსკენ არ წამოვიდა და აი საოცარი გამოცდილება იყო რა. აი სიტყვებით გადმოცემა კიდე ძალიან რთული არის, იმიტომ რომ შეიძლება კარგად ვერ გადმოვცე ის ყველაფერი, რაც მე განვიცადე და კადრებიც რა ვიცი მაქსიმალურად რისი საშუალებაც იყო, იმას გიზიარებთ და იმედია მოგეწონათ, იმედია საინტერესო იყო თქვენთვისაც. და კიდე იმის თქმა მინდა რომ როგორც კი წყალში ჩავხვდი, მთლიანად მოუხსენი ჩემს თავს ეს ნერვიულობა და გადავერთე, აი საერთოდ სხვანაირად განვეწყე, რომ ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და კარგადაც გამომივიდა, იმიტომ რომ როგორც ჩემმა ინსტრუქტორმა მითხრა, პირველი დაივინგისთვისო და პირველივე ჩაყვინთვაზეო 12 მეტრის სიღრმეზე ჩასვლაო, ფაქტიურად ვერავინ ვერ აკეთებსო რა მაგას რა, ძალიან რთულიაო და ოჩახო ესე მითხრა და მოკლედ აი ესე ჩემი მაქსიმალური სიღრმე, სადაც ჩავედი, იყო 12 მეტრი. ანუ მაქსიმუმი არის 12 მეტრი. იდეაში მაგაზე ქვემოთ ჩასვლა არ შეიძლება, აკრძალულია და მაქსიმუმი გავაკეთე, რაც იყო დასაშვები, ასე რომ კარგი შედეგი დავდე მეგობრები. მერე ბოლოს რაღაც გამოქვაბულში შევედით კიდე წყალქვეშ და მოკლედ აი სიგიჟე იყო რა, აი რისიც აქამდე ვფიქრობდი რომ მეშინოდა და ცუდ განცდას მიტოვებდა გონებაში, მოკლედ კიდე ერთი რაღაც გადავლახე და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. ეს სანაპირო ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე პატონგის, იმიტომ რომ ბევრად უფრო მშვიდი გარემოა, ბევრად უფრო ლამაზი არის ჩემი აზრით. ეს ხედებიც, მთები, რაღაც ყველაფერი ერთად აი რაღაც იდეალურ გარემოს ხნის რა და თან ქაოსიც არ არის, ძალიან ბევრი ხალხი არ არის, რაც კიდე უფრო სასიამოვნოა. ესეთი ბარები არის თლიან ჩაყოლებაზე, სადაც ღამე როგორი გულაობებიც იყო, კი განახეთ.
ზის ჩასვლის მერე რაც ხდება. და აქვე მინდა ერთი რაღაცაც აღვნიშნო, რომ აქ ყველაზე ნაკლები შემხვდა, ვითომ მასაჟს რო გთავაზობენ ყველა ფეხის ნაბიჯზე, აქ ყველაზე ნაკლებია. თუ გთავაზობენ მართლა მასაჟს გთავაზობენ, ან საერთოდ არ არის რა მოკლედ რა ესე ქუჩაში არ დგანან რაც ხდებოდა დანარჩენ ქალაქებში ეგეთი ამბავი აქ არ ხდება. ბილეთის საყიდლად მოვედი, ახლა ხვალ როგორც იცით მივდივარ აქედან კრაბისკენ და პრობლემა ის არის, რომ ეხა რასაც ვნახულობ სასტუმროებს ადგილი არ არის არსად რა და ბრმად მივდივარ და ადგილზე უნდა შევეცადო მე იქ სასტუმროს დაჯავშნა რა. აი ამ შვენიერ ფონზე და ამ შვენიერ გარემოში მინდა რომ კიდე ერთხელ შეგახსენოთ რა მიმარტივებს ამ მოგზაურობას და რა მაძლევს ენერგიას რომ ყოველ დღე ამდენი საინტერესო ადგილი მოვინახულო და ეს არის Fangilini მეგობრებო, ვინც არ იცით აქამდე ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიგიათ ჩემგან, ეს არის 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი სოკოები, რომელიც არის განკუთვნილი ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაცეებისთვის, მაგალითად ენერგიულობისთვის, მაგალითად ტვინის უკეთესი მუშაობისთვის, იგივე კუჭნაწლავის სისტემა, ვისაც აწუხებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი სხვადასხვა დანიშნულების სოკოს მიაგნებთ ამ მაღაზიაში. ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ მიხვიდეთ თქვენ თვითონ და ადგილზე გაესაუბროთ კონსულტანტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ ზოგადად სოკოზე. ისე შეგიძლიათ ვებგვერდიდანაც შეიძინოთ, Facebook-ზე და ასე შემდეგ. ყველაფერს დავტოვებ ვიდეოს აღწერაშიც, ასევე აქვე იქნება საიტის ლინკის და მოკლედ გადადით, დამიჯერეთ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ. რატომღაც ქალაქის ამ ნაწილში არ გამოვსულა რამ 2 დღის განმავლობაში და თურმე აქეთ ესეთი სანაპირო ყოფილა. ნახეთ რა ლამაზი გარემოა, აი ამაზე იდეალური გარემოა, აი რა უნდა იყოს მითხრა. არ ვიცი, აი უბრალოდ თქვენ თვითონ დატკბით ამ ყველაფრით, ნახეთ რა სილამაზეა. აი ძალიან რთული არის ამ ყველაფრის ისე გადმოცემა, როგორც მე ვხედავ ახლა აქ და რა ფერებია, რა სილამაზეა, უბრალოდ აი არ ვიცი, საკუთარი თვალით უნდა ნახოთ ეს ყველაფერი და მთელი გულით გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოხვიდეთ აქ და საკუთარი თვალით ნახოთ ეს სილამაზე, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაქვთ. Ας თამაშობენ. აქეთ ადგილობრივები ცხოვრობენ, როგორც ჩანს. აი პატარა ჩიტები წყობიათ. ესეთი პატარა სახლები არის. დღეს არსადგასვლას აღარ ვაპირებ. სასტუმროში ვიქნები, ჩავალაგებ და ხვალ დილით დავიძრათ კრაბისკენ. ამ ვიდეოს რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა უყუროთ, რადგან წინ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო და ლამაზი ადგილი გელოდებათ, რადგან კრაბი არანაკლებ ლამაზი და საინტერესო სანაპიროებით გამოირჩევა. ახალი დღე და ახალი თავგადასავალი მეგობრებო. ავიკარეთ ჩემი გუდა ნაბადი და დავიძარით კრაბისკენ. დაახლოებით 1 საათში გადის ჩემი გემი, მანამდე იქვე სადმე ყავას დავლევ და მოვემზადები. თქვენ მანამდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ამ ვიდეოს დალაიქება, კომენტარების დაწერა, Instagram-ზე გამომყევით აუცილებლად და ასე შემდეგ, მოკლედ სადამდეაც ხელი მიგიწვდებათ, ყველგან გამომყევით. ჩემთვის დიდი мотиваცია ეგ ყველაფერი. ახეთ რა სილამაზეა რა. ცოტა გული მწყდება რომ მივდივარ. ესე გამოიყურება ჩვენი გემი. წავედით კრაბისკენ, დაახლოებით 2 საათი დაჭირდება გზას და მე კიდე ტრანსფერი მექნება სასტუმრომდე 9 საათიანი ალბათ. ასე რომ 2 საათზე დაახლოებით კრაბიზე ვიქნები. ესეც კრაბი მეგობრებო, ჩამოვედი, აქამდეც ჩამოვაღწიე. სხვათა შორის ძალიან მარტივად ვიმგზავრე, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი ხედები იყო მთელი გზა, რომ ავი ერთი წამით არ დამждდარ ვარ, მოკლედ ვკბებოდი მთელი გზა. დღეს ამ ქალაქში ავრჩები,
აქედან წესით ახლა გარეთ უნდა დამხვდეს ტრანსფერი, ისეთი ბილეთი ვიყიდე და პირდაპირ უნდა წამიყვანოს ყველაზე ცნობილი სანაპირო, რომელიც არის აქ და დღეს იქ დავრჩები, ხვალ ამ ქალაქში დავბრუნდები და ეს ქალაქიც დავათვალიეროთ. ახეთ რამხელა სამხედრო გემი აყენია. ესეთი რამე პირველად ვნახე ტაილანდში, სამხედრო გემი კი არა, პოლიციის მანქანა არ მინახავს, რაც აქ მოგზაურობ, ისეთი სიმშვიდე და სიწყნარი არის ყველგან. ესეც როგორც ჩანს ძველი არის, ისე აყენია, რომ არა მგონია, სადმე წასვლა შეეძლოს ამ გემს. მოვედი დავჯექი, ესეთი ტრანსფერი არის, მოკლედ ბილეთს რო ყიდულობ, ეს ავტომატურად შედის ამ ბილეთში, დამატებით არაფერს არ იხდი და პირდაპირ მიგიყვანენ სასტუმრომდე რა. ბილეთის ფასიც ამითი არ იზრდება. უბრალოდ თუ ამ კომპანიის ბილეთს იყიდი, რომელიც აქ ჩამოგიყვანს, ავტომატურად შედის და ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ჩამოვედი და აი ასე გამოიყურება სასტუმრო, რომელიც ერთი ღამით დაუჯავშნე და გადავიხადე $48. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტი, რაც კი ვნახე. მე მგონი სწორად მოვედი. Your hotel? Yeah, the big room. Okay. One. Yeah, one. You. Okay. Yeah. Please wait, be better. I key. Okay. This room here. Wait here. Okay. სწორად მოვსულ ვარ. აი ეს არის ჩემი ოთახი. და ერთადერთი ოთახი იყო ეს დარჩენილი, რომელიც არის family room-ი, ანუ სამი დიდი საწოლი დგას რა. შემიძლია გავაქირავო კიდე ორი საწოლი. პატარა ბიზნესი გავაკეთო. ოჰო. აჰა, აი ჩემი ოთახი. გრავადაობენ თვითონაც. Toilet. Oh, full house. Yeah. For you. Water, okay. თვითონაც მაგრა გადაობდნენ, ამხელა მთელი სახლი ვიქირავე $50 რა. 6 კაცი არის გათვლილი ეს ოთახი. წავედით ქალაქის დასათვალიერებლად. ლევან. მოვედი ქალაქის ცენტრში, საკმაოდ ახლოს არის ჩემი სასტუმრო, სულ რაღაც 2 კილომეტრი არის ფეხითაც თავისუფლად გამოვისეირნებდი, მაგრამ ესეთი ტრანსპორტი ღირს რაღაც დაახლოებით $1 ალბათ მაქსიმუმ, მაგდენიც არა, ეხლა გადავიხადე 30 ბატი რა, რამდენი არის არც ვიცია. ძალიან ცოტა არის. ქუჩის მეორე მხარეს არის ქალაქის ცენტრი, სადაც არის ღამის მარკეტი, ქუჩის კვება და ასე შემდეგ, რომელსაც ცოტა ხანში დავათვალიერებ და აქეთ მარცხენა მხარეს ესეთი სანაპირო არის, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ლამაზია, უბრალოდ მიქცევა არის როგორც ჩანს, რადგან წყალი ძალიან ქვემოთ არის ჩასული. და აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები ტურისტი სწორედ აქ შემხვდა. არ ვიცი, შეიძლება დღის განმავლობაში ასე და ღამე ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რაღაც ქაოსი არ არის ტურისტული, როგორც სხვა ქალაქებში იყო. სანაპირო არც ისე ძალიან მომეწონა სიმართლე გითხრათ. ქვიშა კი არის, მაგრამ რაღაც ცოტა სიბინძურის განცდა მაქვს. თითქოს არც თუ ისე მოწესრიგებულია. არა და ეს არის კრაბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ასე ვთქვათ. ეს არის აონანგი, აიმახსოვრეთ, თუ კრაბიზე ჩამოხვალთ, ამ სანაპიროს უნდა ესტუმროთ აუცილებლად. ადგილობრივები არიან გარეთ ამ სანაპიროზე, ძირითადად ადგილობრივები არიან, ესე ზოგი პიკნიკზეა, ზოგი ისვენებს, სეირნობენ და ასე შემდეგ. ტურისტებიც ბევრი არიან, მაგრამ
ძირითადად მაინც ადგილობრივები არიან და როგორც ჩანს ადგილობრივებში უფრო პოპულარულია აქ დასვენება ვიდრე ტურისტებში. მეგობრებო, ერთი თხოვნა მექნება აქვე, რომ Instagram-ზე არც თუ ისე ბევრი გვაკლია 10,000 გამომწერამდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე ავალთ 10,000 გამომწერზე Instagram-ზე და ვისაც გაქვთ Instagram-ი, ან ვისაც Facebook-ი გაქვთ, გადადით გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რამ იდება იქაც და თან ისედაც ძალიან დამეხმარებით ამით. ასე რომ ვიდეო აღწერაშიც იქნება Facebook-ის და Instagram-ის და აქაცადმე ამოანათებს. აი ასე გამოიყურება ქალაქის კიდევ ერთი ცენტრალური ნაწილი და აქაურობაც ისევე როგორც სხვა ქალაქებში მზის ჩასვლის მერე ცოცხლდება და აქტიურდება, რადგან ესეც ღამის მარკეტი არის, ბევრი ქუჩის კვებით, გასართობებით და ასე შემდეგ. ასე რომ როგორც კი დაღამდება და მზე ჩავა, აქაურობასაც კარგად დაგათვალიერებინებთ. დაღამდა ამასობაში და ვნახოთ რას გვთავაზობს კრაბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო ღამე მზის ჩასვლის მერე. როგორი გასართობები იქნება და როგორი ქუჩის კვება ერთად დავათვალიეროთ ახლა. დღე ქუჩები ცარიელი იყო და ღამე ნახეთ რამდენი ხალხი გამოვიდა. საერთოდ ნათქვამია რისიც გეშინია, ის უნდა შეჭამო რომ აღარ შეგეშინდესო და ნიანგის არ მეშინია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ველურ ბუნებაში ნიანგს ისეთ გარემოში ვერ ვნახავ რომ საფრთხე შემექმნას რომ შემჭამოს, მაგრამ აგერ მე შევჭამ ახლა მშვიდ გარემოში. ეს არის ცხარესოუსი ეს არა და ოდი ცხარესოუსით გავსინჯოთ. აი ესე გამოიყურება. შესახედავად არც ისე ცუდად გამოიყურება. და ნახე რამდენი ვიყიდე. ანუ ერთ პორციაში მოდის ამდენი, წარმოიდგინე. გადავიხადე ალბათ $1 ან რაღაც ეგრე რა. იმდენი ხალხი დგას, აი ფულს აკეთებენ ალბათ ეს ოლქმარი. სიმართლე გითხრათ, ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან რთული დასაღებია რა. ნიანგია რა, აი რა. როგორ უნდა შევაფასო ახლა სერიოზულად, რომ კარგია ან ცუდია რა. ნიანგის მწვადი გიჭამიათ? მე კი. აბა არხი გამოიწერეთ მეგობრებო. ხორცს ვერაფერს ვერ მივამსგავსებ, იმიტომ რომ ბაყაყის ხორცი მართლა ქათამს გავდა რა. ქათმის გემოქონდა, რავი, აი 95%. ეს არაფერს ხორცს არ გავს. რაც განსხვავებულია რა. ეს მაიმუნობები აქაც ყოფილა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეგეთი მაიმუნობები წინა ვიდეოებში უკვე საკმარისად უჭამე, ასე რომ მესამე და მეოთხე დგარისკვლას აღარ ვაპირებ. შეგიძლიათ გადახვიდეთ და თუ არ გინახავთ ის ვიდეოები, უყუროთ აუცილებლად. ხათა შორის ერაყში რო ვიყავი, იქ გამასინჯა ალიმ ერაყელი ძმაკაცი რომ ყავს იმან რა. მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი და თავი ძალიან გემრიელი იყო და დარწმუნებული ვარ რომ ესეც გემრიელი იქნება. ვაგემოვნებთ ნაყინს. აბა. ძალიან გემრიელია და მარაკუიას არომატი იგრძნობა უფრო მეტად ვიდრე ბანანის. ჩვენთან რატო არ არის ხოლმე ასეთი ნაყინები, ხო არ იცით? თან შეიძლება მე არ შემხვედრია სადმე. და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან იაფიღირს რა. სადაც 30 და 40 ლარი კი არ ღირს ესეთი პორცია ნაყინი. დაახლოებით გადავიხადე $1.50 ალბათ რა, ეგეც მაქსიმუმ, მე მგონი მაგდენიც არა. წესით სასტუმროში უნდა ვიყო, მაგრამ სანაპიროზე შემოვრჩი, იმდენად სასიამოვნო ამინდია, ისეთი წყნარი გარემო არის, ისეთი სიმშვიდი არის, რომ ავი 1 საათი არის ალბათ აქ ვზივარ და აი უბრალოდ უტკბები ამ ყველაფრით რა. ადგილობრივები არიან გამოსული ტურისტებით სანაპიროზე და ყველა ესე მშვიდად წყნარად ზის და უბრალოდ ისვენებს და ტკბება ამ სიწყნარით. არც ბევრი მანქანები არ დადის, არც ხმაური არ არის, არც ხმამაღალი მუსიკა. მოკლედ, ვისაც აი მსგავსი წყნარი დასვენება გინდათ, ოჯახის წევრებთან ერთად ან მეგობრებთან ერთად, ეს არის იდეალური ადგილი ჩემი აზრით. აონანგი დაიმახსოვრეთ კრაბიზე არის იდეალური სანაპირო თუ წყნარი და მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ. აქედან მარტივად შეგიძლიათ 2-3 დღიანი ტურით გადახვიდეთ ფუკეთშიც, ფიფიზეც ყველგან და თუ ღამის ცხოვრება გინდათ, კლუბები გინდათ, ჩემი აზრით 2 დღე საკმარისია და თუ
თუ ცოტა დიდი ხანი აპირებ დარჩენას, ვიცი, კრაბიზე ჩემი აზრით იდეალური გარემოა. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქვე, კარავი რომ მქონდეს წამოღებული, აქვე გავშლიდი და პირდაპირ დავიძინებდი ამ საოცარ გარემოში. კიდევ ერთი მშვენიერი დღე ტაილანდიდან. ეს არის ჩემი ბოლო დღე ამ საოცარ ქვეყანაში. ეხლა ველოდები ტაქსს და წავალ უკვე ქალაქი კრაბისკენ, სადაც ერთი ღამე დავრჩები. ხვალსაღამოს უკვე ფრენა მაქვს და მაქსიმალურად შევეცდები, რომ საინტერესოდ გავატარო ეს დღეც. მოვედი, მე მგონი სწორად მოვაგენი ჩემს სასტუმროს. ის funky cap. It's not here. This way? Same. ეს არ ყოფილა ჩემი სასტუმრო. ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ მომეწონა. აი ეს კი ნამდვილად ჩემი სასტუმროა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩეკინი არის 2 საათზე და ეხლა არის 11 საათი. 3 საათი აქ რა ვაკეთო. გარემო ძალიან ლამაზია. ესეთი მშვენიერი სანაპიროა. ცურვით აქ ვერ იცურავებ, მაგრამ შეგიძლია ლამაზი ხედებით დატკბე. ვინაიდან და რადგანაც ჩემი ბოლო დღე არის და ჩეკინამდე დაახლოებით 3 საათი მაქვს, გადავწყვიტე რომ ტყუილა არ დავკარგო ეს დრო და რისი მონახულებაც მინდოდა ამ ქალაქში ყველაზე ძალიან და რაც არის ალბათ მთავარი სანახაობა. პირდაპირ იქ წავიდე რა. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ჯობდა იქ ასვლა, იმიტომ რომ ძალიან ცხელა, ან დილით ადრე უნდა ახვიდე რა. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე რომ წავიდე. ბაიკი გამოვიძახე ხა ბოლტით. აქედან არის დაახლოებით 7 კილომეტრი, 7.5 და მოკლედ ყველაზე სწრაფი და მარტივი გადაადგილება, ვისაც გინდათ, ბაიკი უნდა გამოიძახოთ. იდეალურ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და შეგიძლიათ ბაიკის მართვა, შეგიძლიათ აქ რომ ჩამოხვალთ, იქირაოთ ნებისმიერ ადგილას ტაილანდში და თქვენ თვითონ ძალიან მარტივად გადაადგილდეთ, სადაც გაგეხარდებათ. მოვედი მეგობრებო და ამ სილამაზეს შეხედეთ ჩემს უკან. ეხლა ბილეთს ვიყიდი შევალ და დანარჩენს კიდე მოგიყვებით რითი არის გამორჩეული ეს ადგილი. ნახეთ რა ლამაზი არის აქაურობა. ეს არის ვეფხვის გამოქვაბულის ტაძარი, რადგან ლეგენდის თანახმად ვეფხვები ცხოვრობდნენ ამ გამოქვაბულში და შემდეგ უკვე მონასტერი აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი არის დღესდღეობით არა მხოლოდ კრაბიზე, არამედ მთელს ტაილანდში. ასევე აქ არის მედიტაციის ცენტრი და რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა ტაძრებისგან, 1227 საფეხური არის, რომელიც აი ამ მთის წვერზე ადის, სადაც არის გიგანტური ბუდას ოქროს ქანდაკება და რა თქმა უნდა მეც ფეხით ავივლი ამ 1227 საფეხურს. მაგრამ სანამ კიბეებზე ასვლას დავიწყებ, ჯერ პირველ ტაძარში შემოვიდეთ და შიგნიდან დავათვალიეროთ, როგორ გამოიყურება. რა თქმა უნდა, აქაც ძალიან ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. აი ესენი არიან მითიური არსებები, ნაგები, რომლებიც ითვლება დაცვის სიმბოლოდ ბუდიზმში. ეხლა კი დროა 1227 საფეხური ავიაროთ და ულამაზესი ხედები გველოდება წინ დარწმუნებული ვარ. ბოდიში შემეშალა 1260 საფეხური ყოფილა. აბა გავუდექით გზას. 20 საფეხური ამოვიარე ალბათ. წინ არის კიდე დარჩენილი 1240. ჯერ ნახევარიც არ მომივლია და ძალიან დავიხალე. თან ისე ძალიან ცხელა, რომ კიდევ უფრო ართულებს ამ ასვლას.
თქვენ კიდე ლიფტით მესამე და მეოთხე სართულზე ასვლა გეზარებათ ხოლმე. 1260 საფეხური. მე რამდენი სართულზე ავიდო და გამოთვალეთ, აბა. სახეზე მეტყობა ალბათ, რომ საერთოდ არ დავღლილ ვარ. რა პრობლემაა. უცებ ავირბენ 1200 საფეხურს. იმხელა საფეხურებია ძლივს გავნაფის. ფაქტიურად მთელი ტანის ატანა გიწევს ყოველი საფეხურის მერე. რამდენია დარჩენილი არ ვიცი, მაგრამ იმედია მალე ავალ და იმედია წყალი დამხვდება ზემოთ, იმიტომ რომ რატო არ წამოვიღე არ ვიცი, მაგრამ თქვენ აქ თუ მოხვალთ, მსგავსი შეცდომა თქვენ არ დაუშვათ. წყალი წამოიღეთ აუცილებლად. მაგძელებ გზას და ჯერ დასასრული არ ჩანს. რასაც ხედავ, ჯერ კიდე კაი ბლომად არის დარჩენილი. ამოჩნდა დასასრული. როგორც იქნა. ფეხზე რა თქმა უნდა, აქაც უნდა გაიხადოთ, ისე ასვლა არ შეიძლება. ამოვედი მეგობრებო და ეხლა დატკბით ამხედებით. ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა ამ 1260 საფეხურის ამოსვლა. ჩემი აზრით 100%-ით ღირს. ამ სილამაზეს თქვენც ხედავთ. რა ხედები იშლება აქედან უბრალოდ. შეუძლებელია ამ ყველაფრის გადმოცემა და არ ვიცი, იმედია რაღაც 10% მაინც გამომდის, რომ გადმოგცეთ რა საოცარი ხედები იშლება აქედან. და ისიც ბუდას გიგანტური ოქროს ქანდაკება. რა თქმა უნდა, ოქრო გადატანითი მნიშვნელობით. რადგან რა თქმა უნდა, ოქროსი არ არის ეს ქანდაკება, უბრალოდ ოქროსფერია. ფაქტიურად შემიძლია გითხრათ, რომ 2 შიში დავამარცხე, ყოველ შემთხვევაში ვეცადე დამარცხება, რადგან ერთი დაივინგის და კი ნახეთ, რომ 12 მეტრის სიღრმეზე ჩაუყვინთე და მეორე აგერ სიმაღლის შიში, იმიტომ რომ ვინც ჩემ ვიდეოებს სისტემატურად უყურებთ, იცით რომ სიმაღლის ფობია მაქვს რა. მაგაზე ძალიან ალბათ, რავი, არაფრის არ მეშინია რა. ყველაზე საშინელი განცდა მიჩნდება სიმაღლეზე. ვერანაირად ვერ ვეგუები და აგერ ეხლა ამ სიმაღლეზე ვარ ამოსული, ვიხედები კიდეც და ჯერჯერობით ვუმკლავდები. ძალიან კი მეზარება ეხლა აქედან ჩასვლა, მაგრამ სხვა გზა არ არის. უკან უნდა დაუბრუნდე. 1260 საფეხური ეხლა ისევ ქვემოთ უნდა ჩავიარო და ჩასვლა ყოველთვის უფრო რთულია. გაითვალისწინეთ ეგ. განსაკუთრებით ვისაც მუხლების პრობლემა გაქვთ, პირდაპირ მიდის მუხლებზე მთელი დატვირთვა და მოკლედ ბევრად უფრო რთულია. გზაზე რა სიურპრიზია ნახეთ. კი ეწერა რომ შეიძლება შეგხვდეთ ომაიმუნებიო, მაგრამ რო ამოვდიოდი, არავინ არ იყო და ხილად უნდა იყოთ მეგობრებო, საყვარლები არიან, მაგრამ აი ახლა ჩემ თვალწინ გოგოს ჩანთა ეკეთა და პირდაპირ შიგნით ჩაუძვრა ერთი მაიმუნი და რაღაცეების მოპარვას ცდილობდა. ოპა, ტაილანდურ მასაჟს უკეთებს.
მასაჟი. აუ ძმა ასწორებს. აუ რა კმაყოფილია. ეს უფროსი მოვიდა. ურა ნეტარი სახე აქვს. მაგრამ ასწორებს ძმა. დაუბრუნდი სამშვიდობოს ვარ. ძალიან დავიღალე, მოკლედ ფიზიკურად თუ მზად არ იქნებით, თუ არ გაქვთ ცოტა მომზადება მაინც ძალიან გაგიჭირდებათ, ამიტომ არ გარისკოთ. კიბეების ასასვლელთან დიდი წითელი მაცივარი დევს და წყალი ყოფილა უფასო. წარმოიდგინეთ, ვინც მოვა შეუძლია უფასოდ აიღოს წყალი, რამდენიც უნდა. ესეთი პატარა ბოთლები და მე რატო ვიკლავდი თავს არ ვიცი, წამეღო 1-2 წელი გზაში. მაგრამ შრი-ლანკაზე რაც გავიარე 5000-მდე საფეხური. იქ გზაში კაფეებიც იყო მოწყობილი, იმიტომ რომ იმდენი ხანი ადიხარ, დაახლოებით 4 საათი ვიყავი გზაში. გშივდება, წყურია, რა ვიცი, ყველაფერი გინდა დასვენება. ხალხს ეძინა, აი მოხუცები, ვინც ადიოდნენ, მორწმუნეები, ბუდისტები, გზაში იძინებდნენ, ანუ კარვები ჰქონდათ წაღებული და 2 დღე ანდომებენ იქ ასვლას. მე დაახლოებით 4 საათი დამჭირდა. მოვედი და აბა ვნახოთ, როგორი ოთახი გვერგო დღეს ღამე. ჩემი ბოლო დღე არის კრაბიზე და ტაილანდში, უბრალოდ. ნახოთ, იმედია კომფორტულად გავატარებთ. ესეც ჩემი ოთახი. ნახოთ. ჩაიდანი მაქვს. სააბაზანოც სუფთა არის. ერთი ასეთი დიდი საწოლი და რა ვიცი, ყველაფერი არის. მოკლედ ყველაფერი არის რა. $54 გადავიხადე, როგორც გითხარით ამ სასტუმროში, ასე რომ რა ვიცი, ნორმალურია. ღამეს წესით მშვიდად გავატარებ. აი ასე გამოიყურება ჩემი საუზმე და სადილი ერთად გაერთიანებული. ვახშამს მე საღამოს რო გავალ ღამის მარკეტში ერთად დავაგემოვნოთ ადგილობრივი გემრიელობები. დაღამ და ამასობაში და გამოვისეირნე ღამის ქალაქში, დავათვალიეროთ რა ხდება ამ ქალაქში ღამე. აგერ თევზაობენ ხალხი სანაპიროზე. 21 კილო. ესეთი ზარებით თევზაობდი ხოლმე მეც დავის დროზე. და ახალ აღჭურვილობას შევიძენდი. ეს რა დაიჭირა. მეთქი რაღაცა დიდი მოყავს. Good. ვიდრე ღამის მარკეტამდე მივალ, აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემი მოგზაურობის ხარდამჭერი და ჩემი უერთგულესი კომპანია არის ლაგი. და ვინც ახლო მომავალში გეგმავთ მოგზაურობას, აუცილებლად გადმოიწერეთ ლაგის აპლიკაცია და შეიძინეთ ძალიან ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. და ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენ როგორც კი ლაგის აპლიკაციაში დარეგისტრირდებით, ლაგი ავტომატურად მოგანიჭებთ თქვენს ვირტუალურ ნომერს, რომლითაც ულიმიტოდ შეძლებთ ისაუბროთ ნებისმიერ ქსელთან თვეში სულ რაღაც 12 ლარად. ასე რომ იდეალური შეთავაზებაა, ვინც სამოგზაუროდ მიდის და ასევე ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ან უბრალოდ საქართველოში ცხოვრობს და ბევრი ლაპარაკი გიყვართ ტელეფონზე, თვეში 12 ლარად ნებისმიერ ქსელთან ისაუბრებთ ულიმიტოდ. ამაზე კარგი შეთავაზება რაღა უნდა იყოს. აი მეგობრებო, მოვადექი გემრიელობებს. აბა ვნახოთ რა გვთავაზობენ აქ. ჯერჯერობით რასაც უყურებს, ტკბილეული არის ყველგან. ქათმის ფეხების სუპი ხო არ გინდათ პარკში ჩასხმო. ძალიან გემრიელიაო ესე ამბობ. აბა ეს რა არის? It's fish. აი ესეთი უცნაური რაღაც ვიყიდე. თევზი არის როგორც გავიგე და. აბა დავაგემოვნოთ. პიტნის ფოთლებიც აქვს და მთლიანად პიტნის გემოზე წავიდა ჯერჯერობით რაც გავსინჯე. ცუდი არ არის, მაგრამ არ ვიცი, ვერ გავიგე რისი გემო აქვს რა. თევზის გემო არა აქვს. კარის соусით უნდა იყოს, კარის გემო არა აქვს. არ ვიცი, რაც უცნაურია ძალიან. მაგრამ გადავიხადე ალბათ 20 თეთრი რა, მეტი არა. აქაც აი დააკვირდი. ძირითადად სულ ადგილობრივები არიან. წარწერებით ინგლისურად არც არის, სულ ადგილობრივებისთვის არის ყველაფერი. It's chicken or pork? აი ესეთი საძაგელი საჭმელი, კალიები და რაღაც მორიელები და რაღაცები ძირითადად იყო ბანგკოკში და ფუკეტში, თავიდან სადაც ვიყავი, პატონგის სანაპიროზე, რადგან ყველაზე მეტი ტურისტი მანდ არის ალბათ და
ეგ ყველაფერი არის ტურისტებზე გათვლილი. ადგილობრივები დამიჯერეთ, მაგ ყველაფერს არ ჭამენ. ძალიან იშვიათად კი არა, არც მინახავს ფაქტიურად ვინმე ადგილობრივი რომ ისულიყოს და რამე მსგავსი ეყიდოს და ეგ ეჭამოს რა. ასე რომ ეგ ყველაფერი არის ტურისტებისთვის და ძალიან ფრთხილად იყავით, ვიდრე მსგავს რაღაცებს დააგემოვნებთ. კაცმა არ იცის როდინდელი რა არის გაკეთებული და რას მოგყიდია. შემწვარი სოსისები აგერ ნაცნობი რაღაც ვნახე. აბა დავაგემოვნოთ. როგორი სოსისები იციან ტაილანდში, რაღაც соуსი მოას ხა არ ვიცი რა соуსი. ცოტა ცხარეაო. ესე გემრიელად გამოიყურება. ნახოთ, იმედია გემრიელი იქნება. ესე გამოიყურება. გადავიხადე 40 ბატი. იმედ გაცრუება მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ზეთში არის შემწვარი, სავარაუდოდ როგორც ფრი იწვება და საერთოდ არაფრის გემო არ აქვს. და თან ძალიან არასასარგებლო იქნება ჩემი აზრით. შიგნიდან თითქოს цаრიელი არის როჭამ, აი ხო ამხელა არის, მაგრამ როგორც კი დაღეჭვას დაიწყებ, ქრება რა, თითქოს რავი, არაფერი არ არის რა. რაღაც საჭმლის ფესტივალი ყოფილა, არც ვიცოდი, იქ ცოცხალი მუსიკა, ხალხი ერთობა, რაღაცეები, დიდი სცენა არის მოწყობილი. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ ტაილანდიდან და ესეც ჩემი ბოლო დღე ამ საოცარ ქვეყანაში. ავიკარი ჩემი გუდა ნაბადი და ნელ-ნელა დავიძრები ახლა აეროპორტისკენ. სადმე ლამაზ ადგილს შევარჩევ, შევაფასოთ ჩვენი ეს ტაილანდური მოგზაურობა და სამომავლო გეგმებიც დავგეგმოთ. აი ესეთი ადგილი შევარჩიე, რომ შევაფასოთ ჩვენი ეს ტაილანდური მოგზაურობა მეგობრებო. პირველ რიგში ისე თქმაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას თითოეულ თქვენთაგანს, ვინც არხი გამოიწერეთ, ვინც ვიდეოებს მილაიქებთ, კომენტარებს მიწერთ, აქტიურობთ Instagram-ზე და ასე შემდეგ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მაძლიერებთ ყოველდღიურად და მაძლევთ мотивაციას, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო და რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადგილი მოვინახულო თქვენთან ერთად, რისთვისაც მთელი გულით გიხდით ძალიან დიდ მადლობას. ხოლო ვისაც ჯერ არხი არ გამოგიწერიათ, ძალიან დიდი თხოვნა არის, რომ თქვენთვის ერთი თითის დაჭერაა და ჩემთვის უდიდესი мотивაციაა ეს ყველაფერი, ასე რომ გამოიწერეთ არხი, არ დაიზაროთ კომენტარების დაწერა და ასე შემდეგ. ეს თქვენი აქტიურობა ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს. რაც შეეხება ტაილანდს, ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული მოგზაურობა გამოვიდა. ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულე, ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი გადავიღე. იმედია თქვენც მოგეწონათ ეს ვიდეოები, რაც აქამდე შემოგთავაზეთ და იმედია თქვენც გამოგადგებათ ეს ყველაფერი, რადგან ტაილანდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამოგზაურო მიმართულებაა, როგორც იცით, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია გთავაზობთ ამ მიმართულებას და მოკლედ იმედია ჩემი ვიდეოებით უკეთესად დაგეგმავთ თქვენს მოგზაურობას და თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ რა მოინახულოთ და რა არ მოინახულოთ. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რაც ალბათ ყველას აინტერესებს, ყველაფერი ძალიან იაფია, ჭამაც, გადაადგილებაც ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში რო გადახედავ შენს ბიუჯეტს, მიხვდები რომ არც თუ ისე იაფი დაგიჯდა ეს მოგზაურობა. ჩემ შემთხვევაში ასე იყო და ასე არის, მაგრამ ჩემთან ისიც მოქმედებს, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ისეთი გამორჩეული სანახაობა მოვინახული ამ ქვეყანაში და თითქმის ყველგან ვიყავი, რამაც რა თქმა უნდა გააძვირა ეს მოგზაურობა. აქვე რა თქმა უნდა მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს ერთგულ კომპანიებს ლაგის და ფანგილაინს, რომ გვერდში მიდგანან, შემოგთავაზოთ ასეთი საინტერესო ვიდეოები და ვიმოგზაურო ასეთ საინტერესო და გამორჩეულ ქვეყნებში. ლაგის უსწრაფესი და ხარისხიანი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მეხმარება, რომ თქვენთან კავშირზე ვიყო და რაც შეიძლება მალე გაგიზიაროთ ბევრი საინტერესო ვიდეო და ასევე ფანგილაინი მეხმარება, რომ თავისი 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი სოკოებით ბევრად უფრო ენერგიული ვიყო და შეუძლო იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. აქ დაგემშვიდობებით და ტრადიციულად დაგიბრუნდებით ახალი საინტერესო ვიდეოებით, აუცილებლად ძალიან საინტერესო ქვეყნიდან.